შემოგვიერთდნენ მადრიდის ქართული ცეკვის აკადემია ჯორჯიას დამფუძნებლები, ქორეოგრაფები კოტე მესხიძე და მაკო მიქელაძე არაჩვეულებრივ შვილებთან, ბატო და ვაჩესთან ერთად. ვისაუბრებთ ანსამბლის სამშობლოში ვიზიტის შესახებ, გასტროლის ფარგლებში ანსამბლის სოლო კონცერტი ზღვისპირა ქალაქს ბათუმს სტუმრობდა. უფრო მეც ცეკვის აკადემიისა და გასტროლის შესახებ სტუმრებისგან შევიტყობთ. დილა მშვიდობის, მადლობთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. საერთაშორისო ანსამბლის შესახებ ვისაუბრებდეთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა, სად დაფუძნით და ასე შემდეგ. მანამდე მოდით ვთქვათ იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც 9 ივლისს გაიმართა ბათუმ მაგიმას პინძლად და ამ კონცერტით დავიწყოთ, თუ როგორი იყო თქვენი გამოსვლა, თქვენი ემოციები და რა თქმა უნდა მაყურებელთან შეხვედრა, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში, როგორც ვიცი, პირველად ჩაუმბრძანდით და პირველად გამართეთ კონცერტი. როგორი იყო ეს ემოციები სამშობლოში დაბრუნების და კონცერტის გამართვის? დაიწყოთ მოკლედ, ძალიან ემოციური დღე იყო ჩვენთვის, რადგან ჩვენი აკადემია 9 წელია რაც არსებობს და არასდროს არ გვიცეკვია საქართველოში. დავდივართ საერთაშორისო ფესტივალებზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ამ ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ ესპანეთში და ქართული ცეკვა შეისწავლეს ესპანეთში, საკუთარ მიწა-წყალზე არასდროს არ უცეკვიათ. ამიტომ ძალიან ემოციური იყო ყველასთვის, არა მარტო ჩვენთვის და ბავშვებისთვის, არამედ მათი ნათესავებისთვის, იმიტომ რომ იხილეს სცენაზე ბავშვები, რომლებმაც ემიგრაციაში ისწავლეს ქართული ცეკვა. რა ვიცი, ჩვენი აკადემიის 9 წლიან ისტორიაში ძალიან ბევრი კონცერტი ჰქონდა და სამახსოვრებელი, მაგრამ ამ კონცერტს არაფერი არ შეედრება და ამ ემოციებს. თქვენი შეხედულება როგორი არის ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თქვენი განცდები და ემოციები? შედგა თუ არა ის კონცერტი, რომელიც წარმოგედგინათ და რომლისთვისაც ემზადებოდით ამდენი ხანი? კი, ნამდვილად შედგა რა, ვიტყვით რომ შედგა და გადააჭარბა კიდევაც მოლოდინს ჩვენი მონატრებული მაყურებელი პუბლიკა ძალიან თბილად შეხვდა. თან საკუთარ სამშობლოში სცენაზე ცეკვა მეტი პასუხისმგებლობა არის, ცოტა ეს გვაღელვებდა და გვანერვიულებდა, ბუნებრივია, მაგრამ მიუხედავად სიცხისა და ცოტა დაღლილი ჩვენ წინა დღეს ჩამოვფრინდით და ის აკლიმატიზაციაც ვერ გავიარეთ, მაგრამ ბავშვებმა მაინც შეძლეს ის მუხტი იმხელა იყო, ის პატრიოტული, რომ ბავშვებმა შეძლეს მოინდომეს ბოლომდე დაიხარჯნენ, თან ჩვენს მეგობარ ანსამბლებთან ერთად გავმართეთ ეს კონცერტი, 4 ანსამბლი ჩვენი მეგობრების ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას და იქ არ იყო შეჯიბრი, უბრალოდ იყო ჯანსაღი კონკურენცია, რომ ყველას უნდოდა რომ კარგად წარმოჩენილიყვნენ და ეს მუხტიც იგრძნობოდა. და რაც მთავარია ამ ყველაფრის განხორციელებაში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაგვიდგა გვერდში საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის გრანტის პროგრამით ჩამოვედით საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ შესაძლებლობისთვის და იმედია მომავალში კიდევ გაგრძელდება და სხვა ანსამბლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საკუთარ სამშობლოში და გამართონ კონცერტი. თქვენ საერთაშორისო ვაჟებს მიმართო და მათთან გადავიდე კითხვით ბატო და ვაჩე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ როგორც ვიცით, დაიბადეთ საქართველოში და შემდგომ მოგიწიათ წასვლა ესპანეთში, ხო? რა საკიდან მოგიწიათ წასვლა საქართველოდან? 5 წლის რო ვიყავით, ესპანეთში წავედით და იქ გავიზარდეთ, ესპანური ვისწავლეთ და მეგობრები გავიჩინეთ და არაერთი კონცერტი გამართეთ სხვადასხვა ქვეყანაში და რომელი კონცერტი და რომელი გასტროლი და გამახსოვრდათ ყველაზე მეტად ვაჭი? მე ვენეციაში მომეწონა, ძალიან ლამაზი ადგილია და გონდოლებით რო ვიყავით და კიდე ცეკვაც მომეწონა, კარგად ვიცეკვეთ და ძალიან მაგარი ადგილია. დიახ, ბატო, თქვენ რას გვეტყვით, რომელი არის თქვენთვის და სამახსოვრებელი ყველაზე მეტად? ფილტურში ვიცეკვეთ 2021 წელს და ესპანეთის მეფე ფარი დაასწრო და კლასში რო ვთქვი, ზოგი ესპანელს არ ჯეროდა და ალბათ ყველა მოცეკვავეს აქვს თავისი განსაკუთრებული და საყვარელი ცეკვა. ბატო, თქვენ შემთხვევაში რომელი არის? მე ხორუმი და ფარიკაობა მომწონს, იმიტომ ძლიერი და სწრაფი ცეკვებია რა. და მოქნილი უნდა იყო, რომ კარგად იცეკვო. ბაჩე, თქვენ რას გვეტყვით, რომელია თქვენი საყვარელი? მე აფხაზური
და თეორიული. მაგარი ცეკვებია და უფრო ეგეთები მომწონს ტრუკები და ეგეთი ძნელი რაღაცები როა. დიახ. რაც შეეხება ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას ჩამოვბრძანდით, ახლა ბათუმში გამართვეთ კონცერტი, როგორი იყო ეს ემოციები თქვენი? კარგი იყო და ბედნიერი ვიყავი, რომ საქართველოში ჩამოვედი 8 წლის მერე თუ 9 და უიცეკვეთ და ვაჩვენეთ ჩემ ოჯახს და ყველას, ვინც ნაცნობებს, რომ ცეკვა იქაც ვისწავლეთ და ჩემმა და მამაჩემ ამასწავლა და ესპანეთში შეიძლება ისწავლო ცეკვა. დიახ, თქვენ რა სიტყვით ბატონო? კაი იყო რომ ჩავედით 9 წლის მერე მთელი ჯგუფი და ჩვენი კულტურა არ დაგვიწყებია ემიგრანტობაში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მშობლებს და თქვენ ამისთვის, რომ ასე გიყვართ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ტრადიციები და თქვენი ვაჟების გარდა, რა თქმა უნდა, იქ არაერთი ახალგაზრდა არის, რომელიც თვითონ ესპანეთში დაიბადა, ზოგი არის, რომ საქართველოდან არის წამოსული მცირე ასაკიდან, მაგრამ არიან ისეთებიც და ალბათ უმრავლესობა, ვინც ესპანეთში დაიბადა და ყველაზე რთული არის სწორედ უცხო ქვეყანაში შენი ფესვების და ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნება და შენარჩუნება ერთია, შემდგომ ამ ყველაფრის გადაცემა და ახალ თაობაში მოზარდებში ამ სიყვარულის და პატივისცემის გაღვივება. რამდენად ხერხდება თქვენს ანსამბლში ეს ყველაფერი, როგორი არის მათი ასე ვთქვათ, თქვენ ფეხის აყოლა, რომ აყვეს აი ამ სულისკვეთებას, ამ სიყვარულს, რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა ქართველს თავისი ქვეყნის სამშობლოსა და ტრადიციების მიმართ. ნამდვილად, აი ჩვენს ანსამბლში 90% ბავშვების ყველა დაიბადა ესპანეთში. არიან ბავშვები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, როგორც ვატო და ვაჩე, მაგრამ ღრმა ბავშვობაში წამოვიდნენ და ცხოვრობენ, გაიზარდნენ ესპანეთში, ესპანური კულტურა მათთვის ძალიან ახლოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემიგრაციაში ქართულ ცეკვას. ეს არ არის მხოლოდ ქართული ცეკვა, ეს არის ქართველების შეკრების ადგილი, გაცნობის, დამეგობრების, ბავშვების დამეგობრების, იმიტომ რომ მადრიდი ძალიან დიდი ქალაქია და შეიძლება წლები იცხოვრო ისე, რომ ქართველი ქართველს არ შეხვდე. და ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ქართული ცეკვის არსებობას, მაგრამ იქ დაბადებულ გაზრდილ ბავშვებმა არ იციან რა არის ქართული ცეკვა. ამიტომ პირველი მუხტი, ანუ რომ მოდიან ჩვენთან, თავარი არის რომ ჩვენ სფეროში, ანუ ჩვენ სივრცეში თავი იგრძნონ კარგად, კომფორტულად. შემდეგ უკვე შევაყვაროთ ქართული ცეკვა და არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი ანსამბლი 9 წელია რაც არსებობს და პირველი თაობა ჯერ კიდევ ჩვენთან ცეკვავს. აი სწორედ პირველი თაობა ყავდა ახლა ჩამოყვანილი და 9 წლის მანძილზე მათ იმდენად შევაყვარეთ ქართული ცეკვა, რომ დღესდღეობით ბევრი არის რომ სტუდენტია, უკვე ბევრი მუშაობს კიდეც, მაგრამ მაინც ახერხებენ რომ შაბათ-კვირას მოვიდნენ რეპეტიციაზე და იცეკონ და ეს ქართულ ფესვებს რომ არ ივიწყებენ, ეს ძალიან კარგია და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში მშობლებს. მოგეხსენებათ რომ ესპანეთში ბევრი კი არა და ყველა მშობელი მუშაობს, რა თქმა უნდა და ის ორი დღე აქვს დასვენების დღე და მაინც ახერხებენ რომ ბავშვები ქართულ ცეკვაზე მოიყვანონ. ისიც უნდა აღინიშნოს, გაცრავად ჩაგეჭრებით, რომ ძალიან შორიდან უწევთ ბავშვებს ცეკვაზე რეპეტიციაზე მოსვლა, იმიტომ ქალაქიდან სიდიდიდან გამომდინარე საათნახევარი არიან ბავშვები ერთ მხარეს გზაში და შემდეგ ისევ საათნახევარი უკანო დაბრუნდნენ სახლებში და მშობლისთვისაც რთულია, მაგრამ ეს ქართული ცეკვის სიყვარულით და იმ ფესვები რო არ დაუკარგოთ ჩვენი ტრადიცია, ჩვენი იდენტობა, აი ამას ვემსახურებით ყველა ერთად, რა ძალიან გვიდგანან გვერდში და მე როცა წამოვიზდებიან ბავშვები აღარ ჭირდებათ არავის გამოცდილება, სიხარული თვითონ დადიან და აი ესე ვაგრძელებთ და ესე ერთობლივად ცეკვა მხოლოდ რაც გარკვეული მოძრაობებისგან არ შედგება, რამს თავისთავად თავისი ისტორია გააჩნია, ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს და შესაბამისად ალბათ ცეკვას როდესაც შეასწავლით, ამავდროულად გადასცემთ ისტორიას თუ რომელი კუთხე როგორი არის, რა ტრადიციებით არის და ასე შემდეგ და თავისთავად ალბათ ეს უკვე მათთვის ძალიან მშობლიური არის თავისთავად, ხო? აი როდესაც საუბრობთ ხოლმე ამ ყველაფერზე, როგორი
არის მათი დამოკიდებულება, მათი ინტერესი, ვინც არ იყო ნამყოფი სამშობლოში, ახლა პირველად ჩამოვიდა და განსაკუთრებული ემოციები ექნებოდა თავისთავად. რამდენიც ჩართულები არიან ამ პროცესში, რამდენად დაინტერესებულები არიან, რომ გარდა კონკრეტული მონახაზისა, ამის გარდა იცოდნენ თუ ვისი როგორისანი არიან და რა ტრადიციები გვაქვს. ნამდვილად, ჩვენ იმის გარდა რომ ვასწავლით პრაქტიკაში ცეკვას, გვიწევს ამ ცეკვის ისტორიის მოყოლაც. მაგალითად, ეხლა როცა მოვდიოდით აჭარაში, ბათუმში, გვაქვს ცეკვა აჭარული და რომლითაც გავხსენით ეს კონცერტი და რა თქმა უნდა, იციან ბავშვებმა, რომ ეს აჭარული არის აჭარიდან, ამ რეგიონიდან. გვაქვს აფხაზური, ისიც მოვუყევით, რომ აფხაზეთი იყო საქართველოს ნაწილი, მაგრამ ახლა ოკუპირებულია. ოკუპირებულია, კი, გვაქვს ცეკვა ოსური ასევე და აი ამ ცეკვასთან ერთად ისინი სწავლობენ საქართველოს მოკლე ისტორიას, რეგიონებს სწავლობენ. შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი ცეკვები განსხვავდება, ხომ? არის თის ცეკვები, უფრო ძლიერი ცეკვები, რომლებიც უფრო უყვართ და მოსწონთ ბავშვებს და ბიჭებს განსაკუთრებით, რა თქმა უნდა. გასაგებიც არის. დიახ. და არის სხვა ცეკვები, რომლებიც უფრო დავლური ქართულით მაგალითად, უფრო ნარნარი ქალის სინაზეს გამოკვეთავს, ხო? ამ ყველაფერს ისინი სწავლობენ პრაქტიკაში ცეკვის გარდა სწავლობენ ისტორიას და ეს არის ზუსტად შემდეგ რაც უნარჩუნებს მათ აკავშირებს ამ ქართულ კულტურასთან. მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რაც გქონდა ჩვენ ძალიან ძნელი იყო თავიდან ამ ყველაფრის დაწყება, რადგან დარბაზიც კი არ გქონდა და ჩვენი ეკლესიის მადრიდში არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი არის მამა პიროს გოცირიძე და როდესაც მადრიდში ჩავედით და გამოვთქვით სურვილი რომ გვინდოდა ანსამბლის გაკეთება, მამაო ძალიან დაგვეხმარა ეკლესია დაგვითმა, იმიტომ რომ თავიდან დარბაზიც კი არ გქონდა. ასე რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მამაოს ჩვენი ანსამბლის ჩამოყალიბებაში 17 ბავშვით დავიწყეთ თავიდან. არ იყო დიდი დაინტერესება, მაგრამ ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ 90 ბავშვი ყავს რამოდენიმე ჯგუფი და მიღება როგორ ხდება, ვთქვათ, ეტაპობრივად წლის განმავლობაში ერთხელ ორჯერ ცხადდება. სურვილები თუ არიან ასევე არა მხოლოდ ქართველები, არამედ ესპანელები და თუ გამოთქვამენ სურვილს, რომ შეისწავლონ. არის მაგალითად კონცერტებზე, როდესაც ესპანელები გვესწრებიან, შემდეგ ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენი ტელეფონის ნომრები გაუგიათ ან Facebook გვერდზე მოუწერიათ, რომ გამოთქვეს სურვილი, რომ აქვთ ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი გამოთქვეს და ჩვენ ყავს ასევე მოყვარულთა ჯგუფი და აი იქ მოდიან ხოლმე და შევასწავლით ქართულ ცეკვას და ანსამბლს რაც შეეხება ძირითადად რა თქმა უნდა ქართველები არიან, მაგრამ არიან ისეთი ოჯახის ბავშვები, რომლებსაც ერთ-ერთი მშობელი ყავთ ესპანელი, ან ყავთ პერუელი, ყავთ უკრაინელი, რუსი, რუმინელი, შერეული ოჯახების ბავშვები და აი ეს უფრო დასაფასებელია რომ ამ ბავშვებს უკვე უწევთ არა მარტო ორი კულტურის, არამედ სამი კულტურის გააზრება და შესწავლა და ეს მშობლები ნამდვილად ზალღონეს არიშურებენ რომ მოვიდნენ და სამომავლო გეგმების შესახებ გკითხავთ, ალბათ უკვე დაგეგმილი გექნებათ გარკვეული ღონისძიებები. ეგეც კი ცოტა მონახაზი გვაქვს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ევროპაში ძალიან ადრე იწყება ამ ყველაფრის დაგეგმა და ან თეატრის დაჯავშნა, მზადება, გასტროლის მომზადება და უკვე რაც გვაქვს დაჯავშნილი და ასე ვთქვათ წინასწარაც ვიცით, გალიციაში ვართ მიწვეული ფესტივალზე, ესპანურმა ფესტივალმა დაუპატიჟა, თვითონ მოუძებნეს და გამოთქვეს სურვილი რომ მივიღოთ მონაწილეობა დეკემბრის 17-ში და კიდევ 5 დეკემბერს გვაქვს კონცერტი ჩანიშნული მადრიდში და ველოდებით სტუმრებს ისიც ემიგრანტულ ანსამბლს იმედია ერთად მოხდება ეს კონცერტი განხორციელდება და სამომავლოდ კიდევ ვემზადებით ევროპაში გასტროლისთვის ჩვენ მეორე ანსამბლის ყავს პატარა ჯგუფი რომლებიც ახლა ესპანეთში არიან ეს საქართველოს გასტროლი ეხებოდა უშუალოდ პირველ თაობას დიდებს და იმათთვის კიდევ გეგმავთ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გასტროლს სამომავლოდ
კეთილი, ჩვენი სადაგვრჩენია წარმატებები გისურვოთ, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ არაერთხელ გვექნება კიდევ შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ და საქართველოში გამართული კონცერტების შესახებ ვისაუბროთ. წარმატებებს გისურვოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმრები გახდნენ მადრიდის ქართული ცეკვის აკადემია ჯორჯიას დამფუძნებლები, ქორეოგრაფები კოტე მესხიძე და მაკო მიქელაძე, შვილებთან, ვატო და ვაჩესთან ერთად.